ეს ფინეთია, მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა. ადგილი, სადაც ადამიანები დიდ დროს უთმობენ წიგნებს, ბუნებასა და გემრიელი კერძების ჭამას. დღევანდელ ვიდეოში კი ერთად შევეცდებით პასუხი გავცეთ ერთ ძალიან მარტივ შეკითხვას. რატომ არიან ფინელები ბედნიერები? ჩვენი მოგზაურობა კი ჰელსინკის ყველაზე გამორჩეული ბიბლიოთეკიდან დაიწყება. ჰელსინკის დათვალიერებას ვიწყებთ აქაური ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკა ოოდით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია ზოგადად ჰელსინკისთვის და ამას აქვს რამდენიმე მიზეზი. პირველი ის, რომ როდესაც ფინეთს ვახსენებთ, გაგვახსენდება აქაური განათლების სისტემა და ქვეყნის დამოკიდებულება განათლებისადმი. შესაბამისად, ეს ადგილი არის ძალიან მრავალფეროვანი. აბსოლუტურად ყველანაირი აქტივობისთვის შეგიძლია აქ მოხვიდე წიგნების წასაკითხად, შეგიძლია მოხვიდე სამუშაოდ, შეგიძლია მოხვიდე შეხვედრისთვის, უამრავი რამ, ინოვაციური ტექნოლოგიებით დახუძნული ადგილია, ასე რომ აქ რომ არ შემოსულიყავი, შეუძლებელი იქნებოდა მასწავლებელი ვარ მეც. დავიწყოთ ახლა აქაურობის დათვალიერება, ჯერ პირველ სართულზე ვარ, ჯამში არის 3 სართული და ყველაფერს აბსოლუტურად დაგათვალიერებინებთ და თქვენს გაგიზიარებთ. ესეც მეორე სართული, როგორც ხედავ, ეს არის საერთო სამუშაო სივრცე, ასევე აგი ადამიანს დაქირავებული აქვს ოთახი, სადაც მუშაობს თავისთვის. უკვე იქით ხარ ეს საინტერესო რაღაცეები ხდება და მოდი გავიდეთ, დავათვალიეროთ, იმიტომ რომ მაგარი ადგილია მართლა, აგე ხალხი შემოდის, კითხულობს, ზოგი ისვენებს. ეს ადგილი იმით არის გამორჩეული, რომ არის აბსოლუტურად ყველასთვის, ან ნებისმიერ ადამიანს უფასოდ შეუძლია შემოვიდეს და დატკბეს ამ ყველაფრით და რა თქმა უნდა, გამოიყენოს კიდეც რა. ჩემს უკან ხედავთ გეიმინგ სტუდიოს, აქეთ არის სტუდიოები, ძალიან საინტერესო ადგილია და ვკითხე ახლა, რამდენად შემიძლია მე რომ გამოვიყენო. თუ ხარ ფინელი და გაქვს ბიბლიოთეკის ბარათი, ან იდეაში ფინელი შეიძლება არც იყო, მაგრამ გქონდეს საცხოვრებელი ადგილის მისამართი. ამ შემთხვევაში შეგიძლია მარტივად აიღო ბიბლიოთეკის ბარათი და რო შემოხვალ, მერე აბსოლუტურად ყველაფერი შენთვის არის უფასო. ძალიან მაგარია, შემოდიხარ, ნებისმიერ რაღაცას იყენებ, კომპიუტერები, ტექნოლოგიები, თუნდაც სათამაშოდ შეგიძლია შემოხვიდე, წასაკითხად შეგიძლია შემოხვიდე და ამაში კაპიკს არ იხდი და აი ზუსტად აქ ჩანს ის დამოკიდებულება ზოგადად განათლების სისტემისადმი და თანამედროვობისადმი. ძალიან მომწონს, ძალიან მაგარი ადგილია. აი აქ არის სტუდიო, ახლა როგორც დავინახე, მუშაობენ რაღაცაზე. კი, აი ნახეთ, მუსიკოსები არიან და მუშაობენ თავიანთ ტრეკებზე და სიმღერებზე, ძალიან მაგარია. ხო და აი ამას მე ვერ გამოვიყენებ, იმიტომ რომ არ მაქვს ბარათი და არც მომცემენ ლოგიკურად რა, მაგრამ თვითონ შემოსვლა უფასოა და ამ ყველაფერს დაათვალიერებ მარტივად. აი აქეთაც შეხვედრების ოთახებია. აგი ადამიანი მუშაობს პრეზენტაციაზე. აქეთაც. მოკლედ შეგიძლია შემოხვიდე და ყველაფერი აბსოლუტურად კაპიკის გარეშე გამოიყენო. თეთრს არ გადაიხდი ამაში. თითქმის გადაღება არსად არ შეიძლება და ლოგიკურიც, იმიტომ რომ ამათი პერსონალური სივრცეა და ძალიან ცუდს ვაკეთებ ისთვისაც ბოდიში მართლა, მაგრამ მინდა რომ ყველაფერი გაჩვენოთ და ეს ღირებულება ზოგადად და დამოკიდებულება ადამიანებისადმი დაგანახოთ აი ამ ქვეყნის რა. აი ხა შევედი ერთ-ერთ მუსიკოს დაველაპარაკი, აღარ ჩავწერეთ რა და ვკითხეთ ყველაფერი აბსოლუტურად უფასოდ შემოდის, ჯავშრის თავის ოთახს და მუშაობს თავის მუსიკაზე, პროდიუსერია, მუსიკას აკეთებდა და აი რა მაგარია, როცა გაქვს სივრცე, სადაც შეგიძლია მოხვიდე, შენი უნარები გამოიყენო და მაქსიმალურად დაიხარჯო და პროდუქტის მიიღო მერე შესაბამისად შენი რა, მუსიკა დაწერო, წიგნი დაწერო და ასე შემდეგ. აუ რავი, ძალიან მაგარია. ვისურვებდი რომ თბილისში ასეთი სივრცე გქონდეს რა. ესეც მესამე სართული, წიგნების განყოფილება, საკითხავი ადგილი და შეხედეთ რამდენი წიგნია და როგორი თანამედროვე. ანუ იდეაში ბიბლიოთეკები ჩვენთანაც არის და ბევრ ქვეყანაში არის, მაგრამ ვერ ეწევა დროს რა. არ არის ეს სივრცე შექმნილი, როგორც თანამედროვე ადამიანს სჭირდება და ეს არის ზუსტად აქ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი და კარგიც, პოზიტიურიც რა. შეგიძლია რომ სიამოვნება მიიღოს სივრცით. აი ესაა ძალიან მნიშვნელოვანი სათკითხულო. არა ხა ჩვენი ზღაპრები და პერსონაჟების ჯობს. მოდი გაჩვენოთ. მე მგონი აქაური ზღაპარია და ჩვენ უფრო კარგად ხარდათ მე მგონი რა. აქ გვაქვს ბავშვების სივრცეც, ფეხზე უნდა გაიხადო, გადაბოჯიალდე იმ ხალიჩაზე და ბავშვებთან ერთად დრო შეგიძლია რომ გაატარო კარგად რა. აუ რავი, ძალიან მაგარია. ყველასთვის არის აბსოლუტურად ეს ადგილი და ეგ მომწონს რა. არ აქვს მნიშვნელობა, ღარიბი ხარ, მდიდარი ხარ, გაქვს შესაძლებლობა რომ მოხვიდე, არ გაქვს, ტურისტი ხარ, არ ხარ ტურისტი, მოკლედ ყველას შეუძლია აქ შემოსვლა და იმის მიღება რაც უნდა, რაც არის ძალიან მაგარი. იმიტომ არის ფინეთი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა, რომ ჰყავს ბედნიერი ადამიანები და ამაზე ძვირფასი რა უნდა გქონდეს ქვეყანას. რო შევაჯამოთ, შეგიძლია შემოხვიდე აქ და სრულიად უსასყიდლოდ გამოიყენო ნებისმიერი რამ, რაც გინდა, მთავარია რომ გქონდეს ბიბლიოთეკის ბარათი.
ბიბლიოთეკის ბარათი რო აიღო, ამისთვის საჭირო არის მისამართი, რომ დარეგისტრირდე. ჩვეულებრივად, ანუ ფინეთში უნდა გქონდეს მისამართი, რომელსაც შეიყვანიკ და გარეგისტრირებენ, მოგცემენ ბარათს და აბსოლუტურად ყველაფერს გამოიყენებ უფასოდ. რაც არის აი ძალიან მაგარი, ძალიან მაგარი. რაც შეეხება ტურისტებისთვის, ტურისტები ვერ გამოიყენებენ იმას, რაც სჭირდება ბიბლიოთეკის ბარათი, იმიტომ რომ ვერ აიღებენ ჩვეულებრივად იმ ბარათს, იმიტომ რომ არ აქვთ მისამართი, ესე მუდმივი. მაგრამ შეგიძლია რაღაცები დააბეჭდინო, 3D პრინტერებია და რაღაცები, მაგისთვის შეგიძლია რომ თანხა გადაიხადო და მაგას აიღებთ რა. სხვა მხრივ რომ შემოხვიდე და დაათვალიერო როგორ ცხოვრობენ ფინელები და არა მხოლოდ ფინელები, მაგრამ აქ მცხოვრები ადამიანები, ჩვეულებრივად შემოხვალ, ფული ამისთვის არ არის საჭირო. გადმოვინაცვლეთ სანაპიროზე, ჩემს უკან ხედავთ გემს, რომლითაც უნდა გადავიდეთ ულამაზეს კუნძულზე და უნდა ვნახოთ მოიცა Suomenlinna Sea Fortress. Suomenlinna Sea Fortress. უნდა ვნახოთ ეგ ადგილი. მოკლედ, როგორც ცნობილია, მას ეძახიან ჰელსინკის ციხესიმაგრესაც, ძალიან ლამაზი ადგილია, საინტერესო ადგილია და ვერ გამოვტოვებთ რა. ახლა ამან გაგვასწრო სანამ მე 1-7 ჯერ შევწერე ეს ვიდეო, მაგრამ შემდეგი გადის 15 წუთში და იმას გავყვებით. ბილეთის ფასი არის დაახლოებით 4 ევრომდე, როგორც ვიცი და ვნახოთ ახლა ზუსტად. წავედით. ვიდა გემი, ახლა დაიცლება იმ წამოსვლელი ხალხისგან და ჩვენ ჩავსხდებით მალე. შემოვედით, ჩავსხედით გემში და რამდენიმე წუთში უკვე კუნძულზე ვართ რა. ქვემოთ დავსხდეთ თუ ზემოთ ავიდეთ. გადმოვედით, კუნძულზე ვართ უკვე. შვენიერი კუნძულია, მოწესრიგებული, სუფთა, ძალიან ლამაზი ადგილებით, აგერ ციხესიმაგრეც არის. მე-18 საუკუნიდან არსებობს ეს კუნძული, როგორც ვიცი, შვედეთმა ააშენა აქ ეს ციხეები, იმიტომ რომ რუსეთის იმპერიისგან თავი დაეცვა და შემდეგ უკვე ფინეთის დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული ფინეთის საკუთრება. ძალიან ისეთი ადგილია რა, როგორ გითხრათ, ოჯახები მოდიან ექსკურსიის ამბავში, პიკნიკის ამბავში და რაღაც ძალიან ბევრი ოჯახი შეხვდა, მოდიან ჩანთააკიდებულები, აქ პიკნიკობენ და მერე გადადიან ისევ ქალაქში რა და ტურისტებიც რა თქმა უნდა გადმოდიან, იმიტომ რომ იუნესკოს მიერ დაცული ტერიტორიაა და უნდათ რომ ნახონ და შესაბამისად აქ არიან და ჩვენც მოვედით რომ დავათვალიეროთ და იმედია საინტერესო ადგილებს ნახავთ. გადავტენო? ჭურა მხელა აბა უყური. მივსაირნობთ, სიმართლე რო გითხრათ, უფრო მეც მოველოდი ამ კუნძულისგან. იმიტომ რომ მართლა ის პიკნიკების და თავშეყრის ეგეთი ადგილია რა, არაფერი ისეთ საინტერესო ჯერჯერობით არ მინახავს. გარდა იმეების, რა ქვია თამათ. მერთმა უწყის ზარბაზნების გარდა. ხო, ზარბაზნები არის ძალიან ბევრი. სხვა რა ვიცი, ზღვა არის, შვენიერი ზღვა ჩანს, კარგი ხედებია, მაგრამ თვითონ კუნძული ცოტა ისეთია რა, ვერ დავამუღამე და ვნახოთ აბა გზაში რა იქნება. ქვემოთ მოვდივარ, სად მოვდივარ ღმერთმა უწყის. აგერ არის სახლი, რომელიც არის დაფარული მთლიანად იმით, ბალახით და მიწით, რაღაც ჰობიტის სახლს გავს. და შიგნით რა ხდება? არ ვიცი, მაგრამ შევიჭკიდები ახლა. არაფერი არ ხდება, აგურით არის ნაშენები. არაფერი საინტერესო რა. თან სიბნელეა ვერ გადავიღებ და. რავი, აქ ცხოვრობდნენ ალბათ როგორც ხვდები, ასეთ სახლებში, ადრე. აი, აქაც სახლია. აქაც ზარბაზანია, მოკლედ ზარბაზნების კუნძული. ვსო, აი ეს დავარქვი. შეგიძლიათ ეწვიოთ ზარბაზნების კუნძულს, როცა აქ ჩამოხვალთ. რა ვიცი. 3.40 ცენტი გადავიხადე. ეხლა რო ჩავალ დავწერ საჩივარს, რომ დამიბრუნოთ ჩემი 3 ევრო და 40 ცენტი. დამიბრუნეთ ჩემი ფული. მეგობრებო, თუ გინდათ რომ ამ ზარბაზანმა გაისროლოს, გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ვიდეო, გააქტიურეთ ზარიზღილაკი და როგორც კი ამას იძავთ, ეს ზარბაზანი გაისვრის. აი, კიდევ ზარბაზნები მეგობრებო, 1, 2, 3, 4 ხდებით ალბათ რომ ეს კუნძული გამოიყენებოდა თავდაცვისთვის, შესაბამისად უამრავი ზარბაზანია და რა ვიცი. ისე ხუმრობა რომ იქით იყოს, მართლა მაგარი წარმოსადგენია აქ ის ამბები, რომელიც ხდებოდა რა. და ეს საინტერესოა ისტორიული კუთხით და ესე დაკვირვებით ძალიან კაია. წავიდა, გადავტენეთ. გაჭედა. ზარბაზანმა გაჭედა. როგორც წესი, ასე ატრიალებდნენ, ალბათ. და მერე მოვიდა ლაშქრობის დრო, გათენდა, გუშინ ძალიან დავიღალე 20 კილომეტრამდე ვიარე და მეთქი არაფრის გადაღების თავი არ მაქვს, მაგრამ უკვე კარგად დასვენებული ვარ.
მე და ჩემი ჩანთაც ბზად ვართ იმისთვის, რომ ნუქსიოს National Park-ში წავიდეთ. ერთ ღამეს იქ გავატარებთ, კარავში დავრჩებით, მე მგონი საინტერესო გამოცდილება იქნება და ვნახოთ რა იქნება. ასე რომ ახლა მოვიკიდებ ჩემ ჩანთას და წავედით, რომელიც სხვათა შორის ძალიან დამძიმდა და ოივე. ოპა. ასე. არა, ძალიან ძიმეც არ არის, სხვათა შორის შეგვიძლია რომ წავიდეთ. Let's go. მოვედით მეტროს გაჩერებასთან ვართ უკვე და მივდივართ ლაპავარაში. 3 წუთში მოვა ჩვენი მატარებელი, გავყვებით და მერე იქიდან მოგვიწევს ავტობუსში გადაჯდომა. დაახლოებით 9 საათი მგზავრობა და მივალთ პარკამდეც. ასე რომ ვნახოთ, იმედია რომ კარგად ჩაივლის ყველაფერი. მოვედით საწყის წერტილთან, აქედან დავიწყებთ უკვე ჩვენ ლაშქრობას. დიდი მანძილი არ გვაქვს გასავლელი დაახლოებით 5 კილომეტრი და იმედია რომ ამას ადგილებს ვნახავ და თქვენც გაჩვენებთ რა. ავდივართ ახლა ასე, ზემოთ ავუყვებით და მე გზადაგზა კიდე გაგიზიარებთ რაღაცებს. წავედით. მინდა გითხრათ რომ ჩემი მოგზაურობის მხარდამჭერი არის Google-ი. ამ Google-ებს მეგობრებო შეიძენთ დიღომში მიწისქვეშა გადასასვლელში სულ რაღაც 35 ლარად ფასდაკლება, ასე რომ შეგიძლიათ შეიძინოთ. წავედით. 600 მეტრი გავიარეთ დაახლოებით, მივუყვებით ესეთ შვენიერ ბილიქს, აღმართი არ შეხვედრია, სირთულე არ შეხვედრია. ხო ხედავთ, ჩემი Google-ებით მოვდივარ, ბათინკებიც არ ჩამიცვამს, იმიტომ რომ ჩემი ბათინკები არის დაზიანებული. და ნორვეგიაში რომ მივდივარ, მინდა რომ გამიძლოს დიდი ხანი რა. ამიტომ შეძლების დაგვარად ვინახავ ჩემს ბათინკებს, დავაწეპებინე, დავაკერებინე, მაგრამ მაინც უფრთხილდები. მოვედით ჩვენ კემპინგ ადგილას. ესე გამოიყურება ჩვენი ადგილი. დაგვხვდა საცეცხლური გამზადებული, სადაც ცეცხლს დავანთებთ აუცილებლად. აქეთ უკვე ტბა არის, ლამაზი ხედიც გვაქვს, უკეთესი ტბებიც მინახავს, მაგრამ ნუ ტბა არის და ძალიან ლამაზი ადგილია რა. მე მგონი აქ დავრჩებით, ყველაზე კაი ადგილი ეს არის. კარგად მოვისვენებთ და კარავს გავშლი, გავემზადებით და დაგიბრუნდებით. ეს ყველაფერი მოხდება თქვენთვის ერთ წამში. უყურეთ, 1, 2, 3. აქ ვართ. აი ეს არის ჩვენი კემპინგის ადგილი. აქ ვიქნებით თელი საღამო დილამდე. აქ ცეცხლს დავანთებთ, ალბათ, რავი თუ მოგვინდა, მაგრამ მგონია რომ მოგვინდება. აქ არის ჩემი მრავალჭირნახული კარავი, რომელიც ყველანაირად უძლებს ამდენ ლაშქრობას, წლებია უკვე. მაჩუქეს სხვათა შორის მეგობრებმა, მადლობა მათ. აგერ არის ჩვენი გაზი, ჭიქები, წყალი, საკვები, რავი, ყველაფერი რაც შეიძლება რომ დაგჭირდეს. ყავას მოვამზადებ ახლა ძალიან მალე. და ნუ ტბაც აგერ არის არ წასულა. მოგიხსენებათ ვერ წავიდა და დრონს აუშვებ სხვათა შორის და გაჩვენებთ აბა, ნახოთ ციდან როგორი იქნება ეს ტბა და ეს ადგილი. ამასობაში მოსაღამოვდა, მოგშვიდა და უნდა მოვამზადოთ რამე. წერა კი ვთქვი, ცეცხლს დავანთებ თუ ეჭველი მეთქი, მაგრამ ცხელა, ეხლა ცეცხლი რომ დავანთო კიდე მართლა არ მესიამოვნება, მით უმეტეს მაქვს ჭურჭელი შესაბამისი, რომელიც დამეხმარება, რომ ვახშავი მოვამზადო. დღეს ვახშმად გვექნება სოსისი, პომიდრით, ყველით და პურით. ახლა რა უნდა გავაკეთოთ? ცხელ წყალს ავადუღებ. ეს სოსისი არის მოხარშული, ამიტომ აღარ მოვხარშავ. ამ ქვაფს აღარ დავდგავ და უბრალოდ ცხელ წყალს დავასხავ ზემოდან რა. ქვაფს ავიღებ. ჩავყრი შიგნით ჩვენს სოსისებს. აი ესე. ამას დროებით აქ დავდებ. ახლა ამაში ჩავასხავ წყალს. რომ ავადუღო და ცხელ წყალს დავასხავ მერე, გავაჩერებ, რა ვიცი, 2-3 წუთი და მე მგონი საკმარისი იქნება, იმიტომ რომ ეს სოსისები ზოგადად მაინც მოხარშულია ხოლმე რა.
აი ესე. ავანთოთ ახლა. ეს ფეხები მართლა ვიკინგისავით რომ. არა უშავს. არ ვართ ახლა ჩვენ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში. ეს დავაფაროთ. ეგარი. მალე ადუღდება და ჩავასხათ მე ერთად მანამდე ამ სოსისებს დავანაწერებ და გავამზადებ. მალე აგვიდუღდა, შეგვიძლია ახლა ჩავასხათ ჩვენს სოსისებს უბრალოდ დავასხათ. აი ესე. დავაფარებ ახლა ცოტა ხანი. აი ესე. და ჩაიხარშება შიგნით რა. ჩვენიერი გამოვა. ახლა გავამზადოთ პური და ყველი. მანამდე სანამ ჩვენი სოსისები ჩაიხარშება თუ მოიხარშება, რავი, რომელიც გინდა დაარქვით. ესეც ჩვენი პური, ყველი. აი აქ ესე დავდოთ ახლა პატარა სენდვიჩივით გავაკეთოთ. აი ესე. ამოვიღოთ ყველი ერთი ნაჭერი. მოდი აქ. აი ესე. ლამაზად დავადოთ. ჩვენ სოსის მე მგონი ეყოფა ამასობაში. ამიტომ გადავაქციოთ ახლა ეს წყალი. ეგ არის სოსისი მზადაა. დავადოთ ახლა ჩვენს პურს. აი ესე, 2 ცალი, ერთი არ მეყოფა. ავიღოთ პომიდორიც. ასე, ესეც 2 ცალი, შუაში ჩაუგდოთ ესე. და მე მგონი მზად ვართ, რომ დავაგემოვნოთ ჩვენი სოსისი და პური. მოდი აქ სადმე მიხარ. ცა აი ასე. აბა let's go. აი ასეთ ადგილებში და ბუნებაში აი ესეთი კერძები რომ უგემრიელესი გამოდის, აი ეგ მიყვარს რა. აი ნებისმიერი რამ შეგიძლია მოამზადო და აი ზღაპრული. შეიძლება ეს კერძი ჭამო სადმე რავი კაფეში ან სახლში და თქვა რომ ოკეი, მაგრამ კაია, მაგრამ აქ რო შეჭამ არის ფანტასტიკური. ახლა ვინ მოამზადა? ამასობაში გათენდა მეგობრებო, მზიანი დილა გვაქვს. შვენივრად მეძინა, თავიდან ცოტა გამიჭირდა, იმიტომ რომ ცხელოდა, მაგრამ მე უკვე ძალიან კარგად მეძინა. ახლა ყავა გავიკეთე, ყავას ვსვამ.ავლაგდები მე და დავეშვები უკვე პორვოსკენ. მივდივარ ახალ ქალაქში. ეგ იქნება ჩემი მეორე ქალაქი, მესამე გამოდის ფინეთში და იმედი მაქვს, რომ საინტერესო და ლამაზი ქალაქი იქნება და თქვენც რა თქმა უნდა ყველაფერს დაგათვალიერებინებთ. აბა გაგვიმარჯოს ახლა ტყეში დილას, ყავაზე უკეთესი არაფერი არ არის დამიჯერეთ. ჩვენი ტბაც აქ არის, სხვა შორის არც წასვლა. და რაც თავარია, ჩემი ნაძვისხეებიანი წინდები და გუგულებიც აქ არის. ბრუნდებით ახლა საიდანაც დავიწყეთ, დაახლოებით 1 კილომეტრ ნახევარში მივალთ იქ და მერე დავისვენებთ ცოტას და დავეშვებით ქალაქისკენ. ზოგადად ფინელები იმიტომ არიან ბედნიერები, რომ მუდმივად ატარებენ დროს ბუნებაში. ქალაქებში რო გაიარო სულ პარკებში სხედან, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კემპინგებს, ლაშქრობებს და ასე შემდეგ. და რო ფასდება ხოლმე ეს რამდენად ბედნიერია ერი ზოგადად ქვეყანაში, აი ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი სწორედ ეს არის, რომ ფინელები ძალიან დიდ დროს უთმობენ ბუნებას და მათთვის ეს არის ყველაფერი. ამიტომ აქაც ახლა უამრავი ადამიანი შემხვდა, ჰელსინკში რო ვიყავი, უამრავი ადამიანი უბრალოდ პარკში იჯდა და საუბრობდნენ და ასე შემდეგ რა. ფინელები იმიტომ არიან ბედნიერები, რომ არიან ბუნებასთან ახლოს და იმ დადებით ენერგიებს რომ უბრუნებს ბუნება მათ, მერე უკვე ეს ყველაფერი ისახება მათ ბედნიერებაზე რა. წავედით, გადმოვინაცვლეთ პორვოში, ულამაზეს ქალაქში, ისევ და ისევ რა თქმა უნდა ვართ ფინეთში და მოვედით უსაყვარლეს ადგილას, ძალიან ლამაზ ეზოში, ვიქირავით Airbnb-ზე სახლი. სახლი ცოტა ცუდი ნათქვამია, მაგრამ მაინც ვიქირავეთ ადგილი, სადაც შევძლებთ ერთი ღამით
ამის გათევას და მე გადავალთ ჰოსტელში და იქაც ერთი ღამე ვიქნები, მაგრამ მინდა რომ გაჩვენოთ სად დავრჩევით დღეს. წამოდით. აგერ ესეთი პატარა ეზოა, აქ ცხოვრობს ხალხი იდეაში, პატარა შვილები წყავს, ამ კაცს. აგერ მოწყობილი აქვს, რა ვიცი, აქეთ ოთახია, აქ სათამაშოები, მოკლედ, რა ჩვეულებრივი სახლია, არაფერი განსაკუთრებული და აი აქ დავრჩევით ჩვენ. აი აქ. აი ეს არის ჩვენი ოთახი, სადაც გავათებ ერთ ღამეს. აქ გვაქვს მატრასები, რომელსაც გავაგებთ მერე დაბლა, გავშლით მერე ამაზე ჩვენ საძილეთ ომრებს და დავიძინებთ, ან ღია ცის ქვეშ არ ვიქნებით, არც კარავში არ ვიქნებით, აქ წყალიც გვაქვს, იქით შხაპსაც მივიღებთ, საპირფარეშოც გვაქვს, მოკლედ ყველა პირობა გვაქვს იმისთვის, რომ გონს მოვიდეთ, ცოტა გამოფხიზლდეთ და ჩავალთ მერე უკვე იმაში, ძველ ქალაქში და დავათვალიერებთ აქაურობას. მაგრამ, ერთი ღამისთვის იდეალური ადგილია, სულ რაღაც $20 გადავიხადე და $20-ად, რა ვიცი, უკეთეს რას ნახავ პორბოში, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ღირს აქაურობა რა. კაი, ეგ არის და ეგ იმედია რომ კარგად დავიძინებთ. დავტოვეთ ჩვენი Airbnb და მივუყვებით ჰოსტელისკენ გზას, როგორც ხედავთ, ძალიან სუბუქად მივდივარ ზემოთ. დღეს დავრჩებით საღამოს უკვე ჰოსტელში და ხვალ დავეშვებით ჰელსინკში, სადაც გავემზადებით და მერე უკვე სტოკჰოლმში უნდა გადავფრინდეთ. ამიტომ წავედით ჰოსტელში და დაგათვალიერებინეთ ჩვენს ჰოსტელსაც, ვნახოთ როგორ გამოიყურება. იმ ადგილით ძალიან კმაყოფილი ვარ. პედრო არის უმაგრესი ადამიანი, აი უსაყვარლესი ადამიანი, დილას ყავა მომიტანა, რძიანი, ძალიან ყურადღება მოგვაქცია, დაჟე რო ჩამოვედით, მანქანით დაგხვდა და აგვიყვანა, უსაყვარლესი და უმაგრესი ადამიანია და წავედით, გავუყვეთ ახლა გზას, მე მგონი სადღაც 5 წუთში უკვე მივართ რა. მოვედით ჰოსტელამდე, როგორც ხედავთ, გამოვიცვალე, უკვე გადავივლე წყალი და მინდა რომ გაჩვენოთ დღევანდელი ჰოსტელი, იმიტომ რომ ძალიან საყვარლობა ადგილია და ძალიან მოწესრიგებული და ძალიან სუფთა. ეს ამ ადგილს ქვია Porvo Hostel. ასე მარტივად შეგიძლიათ ბუკინგზე ნახოთ. აი ესეთი კორიდორია, ძალიან გრძელი. აქეთ არის შხაპი და საპირფარეშო, სადაც შეგიძლია შეხვიდე. ეს არის საზიაროა. აქ რესეფშენი, დასაჯდომი, იქით არის სამზარეულო, სადაც შეგიძლია რამე მოამზადო და აქ არის ჩვენი ოთახი, სადაც ხა შევალთ. არეულია უკვე, მაგრამ არა უშავს, მაგაზი არ იდარდოთ. ეს არის ჩვენი პატარა ოთახი. ძალიან ესეთი სუფთა, რაც თავარია. და მოწესრიგებული. მაგიდაც გვაქვს, გარდერობიც გვაქვს, ტელევიზორიც გვაქვს, საწოლები, რა ვიცი, ყველაფერია მოკლედ რომ გითხრათ. ასე რომ კმაყოფილი ვარ, გადავიხადე €60 ერთ ღამეში, ფასტად კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ მაინც კარგია. აი ხა უკვე მივდივართ პორბოს ცენტრისკენ, იმიტომ რომ ზეჩადის და ძალიან ლამაზი სანახაობა იქნება დარწმუნებული ვარ. შემოვედით ერთ-ერთ ტრადიციულ სასადილოში, ჰანა მარიაში, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი არის პორბოში და უნდა დავაგემოვნოთ აქაური ორაგულის სუპი. რომელიც ძალიან გემრიელად გამოიყურება, ლანჩის მენიუ აქვს ასეთი. შეგიძლია რომ აიღო რაც გინდა, ჩვენ ამჟამად სუპი ავიღეთ, პლუს მოყვება გარნირი და იოგურტივით დესერტია, პური და ბურახივით წვენი. მოკლედ გავსინჯოთ ახლა პირველად ვაგემოვნებ ამათ სუპს და გაგიზიარებ შთაბეჭდილებას. ბავშვობის გემო აქვს. აუ სუპები ღმერთო. მართლა ბავშვობის გემო აქვს. აუ გემრიელია. ამდენი დღეა უკვე ვარ, 4 დღეა წამოსული ვარ, სუმშრალკვებაზე ვარ და პირველად არის რომ სუპს ჭამ და უგემრიელესია მართლა. ძალიან კაია. შეხედეთ კარტოფილი და ორაგულისო, მეტი არაფერი. 17.9 евро დაჯდა და ეს ლანჩის მენიუ, რაც იდეა შეიძლება არ არის იაფი, მაგრამ მაინც მისაღები ფასია თუ გავითვალისწინებთ იმას სად ვარ. ცენტრში ვარ, ერთ-ერთ თავარ იმაში სასადილოში. ძალიან კაია. განვინაცვლით დესერტის სიტყვად ერთ-ერთ უსაყვარლეს კაცში ძალიან ლამაზი ინტერიერია. პატარა და უნდა მივირთვა აქაური ტრადიციული ნამცხვარი, აქაური ტრადიციული ყავასთან ერთად. და ვნახოთ როგორია ეს ნამცხვარი ვერჯენებს რა ნახეთ. რაც აქაა ბევრი ჭამს და ერთ მაინტერესებს რას ჭამენ ასეც და გაგიზიარებ თქვენ უნდა გემოს. 年轻的反而比较卖力。对对，如果碰到那个刚刚上座的，他可能对导游有那种热情，或者对人有热情。你碰到老油条，你没办法。那你们这个芬兰待了几天？
那我们今天搞，做那个传统。你们在我们看来一点都不重视。主要是挪威，主要是挪威。挪威海峡。장게물이야. 한 장게물. 对对对，因为芬兰就是旅游推广。 ყვებით აი ესეთ ქუჩას სხვათა შორის ძალიან შვიდი წყნარი ქალაქია, მოწესრიგებული, სუფთა, აი არაფერი ისეთი არ დამინახავს, არც ნაგავი, არაფერი ხალხით ძალიან თბილია. წეგან ის დაგჭირდა ჩანთების დატოვება, იმიტომ რომ ჰოსტელი ღია არ იყო, ჯერ მივედით ვიღაც ხნიერი კაცი დაგხვდა, გაგვიმასპინძდა, წყალი გამოგვიტანა. რავი, ძალიან თბილი ხალხია რა, ჩანთებიც დაიტოვა ბოლოს და ყველა ცდილობს რომ დაგეხმაროს. ასე რომ კმაყოფილი ვარ და მიხარია რომ ამ ქვეყანაში ჩამოვედი და მით უმეტეს ამ ქალაქში, იმიტომ რომ მართლა უსაყვარლესი ქალაქია და გაგიზიარებთ კადრებსაც, რა თქმა უნდა, როგორ გამოიყურება და ასე შემდეგ. მოვედით პორვოს Old Town-ში, ძველ ქალაქში და ვიწყებთ ახლა აქაურობის დათვალიერებას. ერთი შეხედვით, რასაც ვატყობ, არის უმაგრესი ადგილი. ზოგადად პორვოში ჰელსინკიდან ხშირად მოდიან ხოლმე და დილას მოდიან და საღამოს ბრუნდებიან უკან და თუ გადაწყვეტთ რომ პორვო დაათვალიეროთ, კარგი იქნება რომ დარჩეთ. იმიტომ რომ როგორც წესი 4-5 საათის მერე ეს ხალხი ბრუნდება უკან ჰელსინკში და გრჩებათ პორვო თავისუფალი, ცარიელი და მშვიდი, რაც თავარია. აი ესე შევუყვეთ ახლა ძველ ქალაქს. ბევრი რამე უკვე დაკეტილია, სხვათა შორის ძალიან მალე იკეტება ყველაფერი 2-ზე, 3-ზე, 4-ზე იკეტება ხოლმე. არის კაფეები, რომლებიც 6-ზე იკეტება, მაგრამ ნუ თუ მოგინდათ რომ მიირთვათ რაღაცეები 6-ის მერეც არის, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობაც. ორვოს კათედრალთან ამოვედი, სამწუხაროდ ახლა დაკეტილია და დამაგვიანდა, მაგრამ მინდა რომ გაჩვენოთ ეს მე-13 საუკუნის ტაძარი, რომელიც ადრე იყო ხისგან აშენებული, მაგრამ მერე უკვე ნუ რა თქმა უნდა ქვებით იმას ქნეს, განაახლეს რა და ძალიან მაგარი ადგილია. და ძალიან ისეთი ისტორიულიც რა. შეგვიძლია ახლა შემოვარტყათ წრე და თან დავათვალიეროთ და გაჩვენებთ კადრებსაც კიდე როგორც შევძლებ. დრონი მაქვს წამოღებული, მაგრამ ძალიან პატიოსანი ის ვარ რა, მოგზაური ვარ, იმიტომ რომ არ მიყვარს ხოლმე ავაფრინო იქ, სადაც არ არის ნებადართული, ან სადაც იქაც არ ვაფრენ, სადაც ვიცი რომ შეიძლება არ იყოს ნებადართული და სინამდვილეში არავინ ალბათ არაფრის არ მეტყვის, მაგრამ რაც წავიკითხე, ის გჭირდება რა, მოწმობა თუ ფერმით როგორ არის? ნებართვა. ნებართვა გჭირდება რომ აუშვა დრონი და თორე ძალიან მინდა, ნახეთ რა ლამაზია. 2 minutes later. დასრულდა მეგობრებო ჩემი მოგზაურობა ფინეთში, იმედი მაქვს ისიამოვნეთ, მაგრამ ამით არ მთავრდება ყველაფერი, რადგან ძალიან მალე ფრენა მაქვს უკვე შვედეთისკენ და შემდეგი ვიდეო იქნება შვედეთიდან, ამიტომ დაელოდეთ. ახლა კი გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო. მადლობა კიდევ ერთხელ ვინც უყურეთ და შევხვდებით ძალიან მალე.